მადლობა ჩართვისთვის. პირველ რიგში მოდი კითხავთ, რა მოხდა? გვაინტერესებს ვერსია თქვენი მხრიდან, ვინაიდან სულ სხვადასხვა ვერსია აქვთ საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სხვა ვერსია აქვს თქვენი დაცვის ქვეშ მყოფ გიორგი ბაჩიაშვილს. პატარა ვერსია ჰქონდა კიდევ Guardian-ს გამოცემას ძალიან სანდოს, ასე რომ მოდით დაგითმობთ ახლა სიტყვას იმისთვის რომ დეტალურად აგვიხსნათ როგორ მოხდა და საიდან მოხდა გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოში. All I can say, as you can imagine, there are many legal issues involved. ძალიან ბევრი იურიდიული საკითხია აქ გასათვალისწინებელი. შემიძლია გითხრათ, რომ მოიტაცეს გიორგი ბაჩიაშვილი, იგი გახლავთ სხერფლი ფარული ოპერაციის საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილს, იგი იყო სხვა ქვეყანაში, მას applied for and had a form of მან შეიტანა განაცხადი და მიიღო სტატუსი, რომელიც მას იცავდა და იგი იმყოფებოდა ქვეყანაში და უკანონოდ ჩამოიყვანეს საქართველოში ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ოპერაციაში და ეს არის სრულიად დანაშაულებრივი ქმედება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა და მათი განცხადებები რაღაცა ყალბი ინფორმაციის გავრცელება უბრალოდ იმის დემონსტრაციას ახდენს, რომ მათ ისინი გრძნობენ თავს დაუსჯელად, რომ შეუძლიათ სხვა ქვეყნებში ჩავიდნენ, მოიტაცენ მოქალაქე და ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ. თქვენ ამით ამბობთ დადასტურებულად, რომ პროცესში იმ ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურები არ ყოფილან ჩართულები და ის არ ყოფილა დაკავებული პოლიციის ან უსაფრთხოების სამსახურის მიერ ლეგალურად და უკვე შემდეგ გადმოყვანილი საქართველოში. ანუ ეს იყო მართლაც გატაცება სასტუმროს ფოიედან. ასეთი არის მოცემულობა, იმიტომ რომ პირველ ეტაპზე გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ის პოლიციაში გადაიყვანეს და იყო ოფიციალური მისი დაკავების ეპიზოდი. It was in every sense of the word kidnapping. სიტყვის ყველა გაგებით ეს იყო გატაცება. What uniforms people wear they engage in a kidnapping. ანუ ფორმიანებმა გაიტაცეს თუ არა ფორმიანებმა უკანონო პროცესი ჩატარდა, უკანონოდ გაიტაცეს, როგორც ბატონმა გიორგიმ განაცხადა სასამართლოში და მისი ვერსია გახლავთ 100%-იანად სწორი. ანუ ის ვერსია, რომ ის გაიტაცეს ემირატებში, თქვენი მხრიდან ამ ეტაპისთვის არ დასტურდება, უბრალოდ არ ამბობთ ამ ეტაპზე ეს რომელი ქვეყანა იყო? I will not discuss the location. არ განვიხილავ ადგილმდებარეობას, საიდანაც გაიტაცეს. We are not going to go there. There are many legal reasons why we're not. მრავალი იურიდიული მიზეზის გამო ამ თემას ვერ შევეხებით. უბრალოდ გეტყვით, რომ მოვლენათა განვითარება, რაც ბატონმა გიორგიმ განაცხადა სასამართლოში აბსოლუტურად სწორი ვერსია. ბატონ რობერტ, გამოითხოვეთ თუ არა აი იმ ქვეყნიდან, რომელსაც არასახელებთ და რომელიც შეიძლება იყოს გაერთიანებული, არაბთა გაერთიანებული საამიროები, თქვენ ამას არ ამბობთ, მაგრამ ვერსიად შეგვიძლია ეს განვიხილოთ. გამოითხოვეთ თუ არა ვიდეო მასალა, სად და როგორ მოხდა ამ ტერიტორიაზე, ეს იყო სასტუმროში თუ სადმე სხვაგან. ამას აქვს უდიდესი მტკიცებულებითი მნიშვნელობა ამ საქმეში. ანუ იმისთვის, რომ ჩვენ ვიცოდეთ, ვინ იყო ეს ხალხი, ვინც როგორც ამბობთ გაიტაცა ბაჩიაშვილი, ვინ არის ეს ხალხი, იმ სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლები არიან თუ არა. გასაგებია რომ ეს შეიძლება უკანონოდ იყოს, როგორც თქვენ ხსნით. We are in the process of ვიმყოფებით პროცესში, რომ მოვიპოვოთ მთელი ეს ინფორმაცია და მტკიცებულება, რაც თქვენ დაასახელეთ და როცა მივიღებთ ამას კანონიერად, ამას გამოვაქვეყნებთ. მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ საქართველომ ჩაატარა
კრიმინალური ოპერაცია მოატყუა მოქალაქეები და ყველაზე ნათელი მაგალითი დანაშაულებრივი ხასიათის ამ ოპერაციის გახლავთ რომ მათ გააჟღერეს ესეთი რამე რომ გიორგი დააკავეს საზღვარზე როცა მთავრობა ესეთ ურცხვად ტყუის თავისი მოქალაქეების წინაშე ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ქცევა მათი მხრიდან და ეს გააკეთეს მათ მე მინდა წაგიკითხოთ განცხადება რომელიც აი ეს წუთია დაგვეწია და ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ანრი ოხანაშვილს ეკუთვნის მე წაგიკითხავთ ახლა ამ განცხადებიდან ამონარიც გიორგი ბაჩიაშვილი დაკავებიდან მოყოლებული არაერთ ზღაპარს ყვება და ალბათ გააგრძელებს ამ ზღაპრების მოყოლას. ის დამსახურებულად განთავსებულია იქ, სადაც უნდა იყოს, ამბობს სუსის ხელმძღვანელი. ეს ნიშნავს, რომ ამ სამსახურის უფროსი იმეორებს კვლავ იმ ვერსიას, რა ტექსტიც თავდაპირველად გამოაქვეყნეს. თქვენ რას უპასუხებდით იმას, რაც ახლა მე წაგიკითხეთ? Georgia has engaged in criminal activity. საქართველო ჩაერთო კრიმინალურ დანაშაულში დამნაშავეებად იქცეოდნენ იტყუებიან როგორც დამნაშავეები ლეგიტიმურობა არ გააჩნიათ უსაფრთხოების სამსახურს არ გააჩნია ლეგიტიმურობა სოფლიოში არავის არ ჯერა რასაც ამბობენ და არც საქართველოს ხალხმა არ უნდა დაეჯეროს ეს არის ჩემი კომენტარი ბატონ რობერტ ერთი შეკითხვაც ბაჩიაშვილი ამბობს რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მან არ იცის სად იმყოფებოდა იმიტომ რომ თვალახვეული იყო ანუ სადღაც ის ყავდათ როგორც თავად ამას ამტკიცებს როგორ ფიქრობთ ამისი დადგენა მოხერხდება თუ არა და აქვე გკითხავთ იმ ავიაკომპანიის შესახებ რომელსაც თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი ასახელებს ანუ მიგაჩნიათ რომ ეს ავიაკომპანიაც დანაშაულებრივ სქემაში იყო ჩართული Absolutely. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. I would tell you that all of these მოგახსენებთ რომ ყველა ფაქტებს გავანალიზებთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეთ, რომ ჩემი კლიენტი დაცვის ქვეშ ყოფი არის უდანაშაულო ყველა იმ ბრალდებისა, რომელიც აქ წაყენებული ეს არის ბატონ ივანიშვილის ფანტაზიის ნაყოფი, არც ერთი დოკუმენტი არ არის, რომ გაამყაროს მისი ბრალეულობა. თუ არ ვწდები კვლავ მცირე ხარვეზია ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ აუცილებლად ჩვენს რესპონდენტს ხო გვესმის მისი ხმა კვლავ ყველაფერი ფულზეა მიმული სხვა არაფერი და პოლიტიკური ტალღა აგორებული იმის გარშემო ფაქტი იმისა რომ გიორგი იყო ის ადამიანი რომელიც უკრაინას უჭერდა მხარს და არ გაყვა ქართული ოცნების მხარე მიმართულებას ამან განაპირობა ეს ყველაფერი ბატონო რობერტ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ის რაც თქვა თქვენი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოცემა გარდიანთან ეს გახლავთ მისი შესაძლო მკვლელობის საკითხი ორი სხვადასხვა წყარო დაასახელა მან და თქვა რომ სავარაუდოდ აქ ივანიშვილი არ მოიაზრებოდა ამ წყაროებს უბრალოდ აი ამ შესაძლო დამკვეთებს შორის მისი შესაძლო მკვლელობის რომ შეიძლება ეს ყოფილიყო ძალა რომელიც საქართველოში მეტ არეულობის შეტანას ცდილობდა. შეგიძლიათ უფრო მეტი სიცხადე შესძინოთ აი ამ კონკრეტულ საკითხს. ამ თემაზე თქვენ საუბრობდით ადრე, რომ იყო ინფორმაცია ორი სხვადასხვა ასევე თქვენც ამბობდით წყაროდან, რომ მას ის არ იყო უსაფრთხოდ. Yes, and you know that is why we are presently so concerned. რატომაც ესეთი შეშფოთებულები ვარ. ჩვენ წამს რომ იგი საფრთხეშია before the judicial system and before and in the prison სასამართლო სისტემის პირობებში საქართველოს ციხის პირობებში ჩვენ ძალზე შეშფოთებული ვართ მისი უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენ გაეროს მიმართავ და ყველა სხვა ორგანიზაციას რომ მივიღოთ დაცვის მექანიზმები მისთვის აი ამ ძალიან კრიტიკულ მომენტში ჩვენ ერთხელ გკითხეთ ინტერვიუს დასაწყისში ვიდეო კადრებზე
ასევე სხვა მტკიცებულებებზე, რომელიც დაგეხმარებათ ამ საქმის გამოძიებაში და დაეხმარება პროცესს მთლიანად, რომ ნათელი მოეფინოს, რა მოხდა რეალურად, ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული. გამორიცხავთ, რომ იმ სახელმწიფოდან, სადაც ეს მოხდა, გაგიჭირდეთ ან საერთოდ ვერ შეძლოთ ასეთი მტკიცებულებების მოპოვება. I believe it'll be difficult. მე ვთვლი რომ რთული იქნება, კი ბატონო, ესე ვთვლი, რთული იქნება. რაც შეეხება საკითხს ჩამოყვანასთან დაკავშირებით, გასაგებია რომ ქვეყანა ამ ეტაპისთვის თქვენ აგვიხსენით, რომ ბევრი ლეგალური საკითხის გამო არ სახელდება, მაგრამ ის მაინც თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რამდენი ქვეყანაა ჩართული ბაჩიაშვილის, როგორც თქვენ ბრძანებთ, მოტაცების და საქართველოში შემოყვანის პროცესში. I can't tell you. ვერ მოგახსენებ. I literally can't go into those details. ნამდვილად ვერ ჩაურმავდები ამ დეტალებს და როგორც ადვოკატები ჩვენ პირველ რიგში მუშაობთ და ვითვალისწინებთ იურიდიულ მოთხოვნებს და ამას ზიანს მივაყენებთ თუ დავასახელებ ქვეყნებსა და ადგილმდებარეობას. ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. კი ბატონო, მესმის რომ თქვენ ალბათ ჩქარობთ, ეს უკვე ფინალს ნიშნავდა, მიგვანიშნეთ რომ გირჩევნიათ ინტერვიუს დასრულება, თუმცა ფინალში მაინც მინდა გკითხოთ, გამორიცხავთ თუ არა, რომ რამე საკითხზე გიორგი ბაჩიაშვილი მოურიგდეს ივანიშვილს, ვინაიდან ის მის ხელთ არის, მის უსაფრთხოებას, მის სიცოცხლეს, როგორც თქვენ ბრძანებთ, საფრთხე ემუქრება და მას ივანიშვილი მილიარდამდე დაახლოებით ბიტკოინს სთხოვს. Look, again, you're talking about kidnapping and extortion. საუბრობთ მოტაცებაზე, გამოძალვაზე და მე ვერ ვისაუბრებ ამ საკითხებზე. კარგით, დიდი მადლობა. რობერტ ამსტერდამი იყო ჩვენთან